საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბაჩუ ახალაიას დაკავება არ არის პოლიტიკური ანგარიშწორება, ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღძრეს, ამიტომ კანონის წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევს ყველა ადამიანს. დღესვე დეპუტატები პლენარულ სხდომაზე ირგებებიან, ახლა პირდაპირ ეთერში ხვდავთ ქუთაისს და თამთა ჯანაძე გვერდება პარლამენტის შენობიდან. თამთა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით. პოლიტიკური ანგარიშწორება თუ სამართლიანობის აღდგენა დეპუტატები ცნობილი დაკავების ფაქტს აფასებენ. საპარლამენტო უმცირესობაში ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არის პოლიტიკური ანგარიშწორება და რომ მმართველმა გუნდმა, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რევანშისტული განწყობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. დაკავების მიზეზი თვისობრივად განსხვავდება იმისაგან, რასაც საზოგადოებას უხსნიდნენ და რასაც საზოგადოებას აჯერებდნენ. გნებავთ ახალაიას, გნებავთ სხვების თაობას. თვითონ ბაჩუ ახალაიამ გადადგა აბსოლუტურად ღირსეული ნაბიჯი, აქ არის და მზად იყო ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. ხლა დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვეულებრივი ანგარიშწორებების დაწყება და ეს არის უბრალოდ იმ მასის მოთხოვნის შესრულება ყოველგვარ კანონიერების დარღვევით, რასაც ითხოვს გარკვეული მასა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან და ეს ბატონმა კობა დავითაშვილმა აღიარა კიდეც, რომ ახალაიას დაჭერა არის არა რაიმე კანონზე დაფუძნებული, არამედ რაღაც გაურკვეველ მასას მოთხოვნის შესრულება და მეტი არაფერი. როგორც ყველა მიხილა, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მინისტრებს, მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ პირებს ამ მუხლის თანამდებობის გადამეტების მუხლით ასამართლებენ დიქტატორულ ქვეყნებში. ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური რევანშიზმი. მე ვფიქრობ, რომ ალასანიამ იმ დამამცირებელი მარცხის შემდეგ, რაც როლანდ ახალაიასგან იწვნია ზუგდიდში, გადაწყვიტა, რომ აი ამ მეთოდით იძიოს შური თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე. უმცირესობისგან განსხვავებით საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკურ ანგარიშწორებას არ უკავშირდება და რომ საზოგადოებას ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტური გამოძიების იმედი აქვს და რომ ბაჩუ ახალაიას და მის თანამონაწილეებს თუ დაუმტკიცდებათ დანაშაული, ისინი აუცილებლად პასუხს აგებენ. დროს ყველას მეუბნებოდით იმას, რომ არც ერთი ჩადენილი დანაშაული არ დარჩება გამოძიების გარეშე და ყველა ვინც დაარღვია კანონი აგებს პასუხს. იმავდროულად გადაისინჯება ყველა ის საქმე, სადაც ადამიანები არიან უკანონოდ დაპატიმრებულები და უკანონოდ აქვთ მისჯილი პატიმრობა. უმცირესობა საუბრობს რევანშს, ქალბატონო თინა. პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს. არის თუ არა ეს ქალბატონო თინა? მათი ფუნქცია ითხოვნა, ჩვენი ფუნქცია სამართლიანობა აღვადგინოთ. მე მგონი ყველაფერი ძალიან მარტივია. ფაქტების სახეზია, გამოძიება დაწყებულია და თავარი ახლა გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი და სასამართლომ გამოიტანოს ის ადეკვატური განაჩენი, რომელიც ჭირდება ამ სახელმწიფოს. იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან სერიოზულად ელოდება იმ შედეგებს, არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ გაუმჯობესდება ცხოვრება, არამედ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ამ ტოტებში პარლამენტში მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც ჩვენი ინფორმაციით განიხილება იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ, ასევე განიხილება სახალხო დამცველისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემებით მომდევნო გამოშვებაში შეგეხმიან. მოგესალმებით. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა ქუთაისთან პირდაპირ ეთერში.